დღის სხვა მთავარი ამბები FPS დირექტორმა თბილისი უკვე დატოვა ბოლო შეხვედრა ამერიკელ მაღალჩინოსთან სვანო მერაბიშვილთან ჰქონდა. საუბრის დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გაახმაურა და განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებებით კმაყოფილნი დარჩნენ. რობერტ მილერმა ოფიციალური შეხვედრები თბილისში დღეს დილიდან დაიწყო. ის ჯერ იუსტიციის მინისტრ სურაბ ადეიშვილს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ყველა შეხვედრა, რომელიც ამერიკის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ საქართველოში ჰქონდა, მედიისათვის დახურული იყო. რატომ ჩამოვიდა მიულერი თბილისში დილიდან ვერსიებზე ექსპერტები საუბრობენ. Understand that, true. I mean, he's not going. The United States and Israel. The United States obviously has a great interest in the proliferation. ეს უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომლის გამოყენებასაც ხშირად ეცდებიან, მათ შორის ბირთვული ნივთიერებების ტრანზიტის მიზნით. როგორც იცით, საქართველოს გავლით მაღალგამდიდრებული ურანის გადატანის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი და ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტის დროს. ყველაზე დიდ პრობლემას კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს, რომლის კონტროლი ვერ ხორციელდება და შესაბამისად ის საუკეთესო გზად იქცა დამნაშავეებისთვის, რათა ბირთვული ნივთიერებების ტრანსპორტირება შეძლონ. So it's very, very important. It's a signal ისი რომ თქოთ არის ხოლმე ცელობრივ საქართველოს დაანაშაულოს საქართველოს შეკრებულები არიან ტერორისტთა ტრენჩტილოჩი და ასე შემდეგ ეს ნოსტუმრობთ რომ FBI-ის ნიშნავს იმას რომ პირიქით შეთანხმება უფრო ძალიან აქტიურად დასავლეთ ამერიკასთან. საქართველოს მიუხედავად იმისა რომ ეს არის პატარა სახელმწიფო მისი ადგილი გლობალური უსაფრთხოების სისტემაში არის საკმაოდ დიდი. მეტყვი საქართველოს არის ჯვარედინზე, ჩრდილოეთ სამხრეთის და აღმოსავლეთ დასავლეთის გზებზე. აქ გადის კავკასიის რეგიონით გადის ავღანური ჰეროინის კონტრაბანდა. ხანდახან საქმე გვაქვს მცდელობებთან ტერორისტული ორგანიზაციების შეაქციონ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია და ჩეჩნეთში გადავიდნენ.